თქვენ გაქვთ ბიზნესი და ეწევით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, გსურთ წარმატება და გჭირდებათ გამოცდილი მეგზური, აგროდღიური, დაგეხმარებათ მიიღოთ საინტერესო და საჭირო პროფესიონალური რჩევები, დანერგოთ ახალი ტექნოლოგიები, პირველებმა გაეცნოთ სიახლეებს აგრარულ პოლიტიკაში და შეაფასოთ ქართული პროდუქციის პერსპექტივა ევრობაზარზე. აგროდღიური, რადიო იმედზე, თეა შველიძესთან ერთად. აგროდღიური. გადაცემის მხარდამჭერია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო. გადაცემის სპონსორია აგრომოტორსი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოების ლიდერის ჯონ დირის ოფიციალური დილერი საქართველოში. თუ ხართ ფერმერი, ამუშავებთ მიწას ჯონ დირის ტექნიკით, ელოდებით მოსავალს და გსურთ რეალური წარმატება, აგრომოტორსი გთავაზობთ ჩაერთოთ მომგებიან აქციაში და 2015 წლამდე ტექნიკის უფასო დიაგნოსტიკასთან ერთად მიიღოთ 10%-იანი ფასდაკლება ჯონ დირის სათადარიგო ნაწილებზე. შეხვდით ახალ სეზონს უფრო მომზადებულები, პროდუქტიული და მომგებიანი საქმიანობისთვის. დაგვიკავშირდით 2 30 80 98 ან გვესტუმრეთ მის სამარცზე გრიგოლ რობაქიძის 20. დიახ, ეთერშია გადაცემა აგროდღიური, მე თეა გახლავართ შველიძე და მოგესალმებით. სანამ უშუალოდ ჩვენს მთავარ თემებზე ვისაუბრებდეთ, თქვენ ალბათ მოისმინეთ ჩვენი სპონსორების შესახებ. ჩვენი გადაცემას ყავს ორი სპონსორი, ეს არის საფინანსო ორგანიზაცია კრედო, რომელიც ახდენს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას და მათ შორის აგროსექტორის დაკრედიტებასაც. და კიდევ ერთი სპონსორის შესახებ მოგაცვლით ინფორმაციას 2013 წელს ქართულ ბაზარზე გამოჩნდა კომპანია აგრომოტორსი, რომელიც ჯონ დირის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. აგრომოტორსის მიზანი, როგორც კომპანიაში აცხადებენ, არის ის, რომ ჯონ დირის ტექნიკა საქართველოს ბაზრისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამის ნით კომპანია 2015 წლამდე აქციას ახორციელებს, ვისაც უკვე აქვს ჯონ დირის ტექნიკა, ჯონ დირი შეუძლია მიაკითხოს აგრომოტორს და ისარგებლოს ტექნიკის უფასო დიაგნოსტიკასთან ერთად 10%-იანი ფასდაკლება მიიღოს ჯონ დირის სათადარიგო ნაწილებზეც. აგროდღიურის დასაწყის რუბრიკა სწორედ აგრომოტორსი წარმოგიდგენთ და ვინაიდან დღეს ჩვენი პირველი ერთობლივი გადაცემა მოკლედ მოგიყვებით თავად ამ კომპანიის საქმიანობის შესახებ და ყოველ გადაცემის ამ ნაწილში ბევრი საინტერესო და სასარგებლო რჩევა შეგიძლიათ მოისმინოთ, რომელიც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ კომპანიის ისტორია 1827 წლიდან იწყება. რაც შეეხება საქმიანობას, ჯონ დირი თითქმის 2 საუკუნეა, რაც ლიდერია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებაში და ტექნიკაში, რომელსაც თავად ქმნის თავისი გრძელვადიანი და გამოირჩევა გრძელვადიანი საექსპლუატაციო ვადებით. აგროდღიური, რადიო იმედზე, თეა შველიძესთან ერთად. აგროდღიური. დაგეგმილი, განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტები სოფლის მეურნეობაში, ეს არის დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი თემა. რამდენიმე საკითხზე გავაკეთებთ აქცენტს: ციტრუსის დავაშლის სუბსიდირება, თანადაფინანსების პროექტი, აგროკრედიტ, მოდიფიკაცია, ცვლილებების შეტანა და აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა. ჩვენი გადაცემის სტუმარია მარიამ მორგოშია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. რაც შეეხება ზარებს, რადიო მსმენელებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99, თუმცა ჩვენ რადიო მსმენელებს შევახსენებთ, რომ მათ უნდა დარეკონ იმ შემთხვევაში, თუ კი კონკრეტულად ამ თემებთან დაკავშირებით აქვთ შეკითხვა. ახლა კი როგორც უკვე გითხარით, ჩვენ გადაცემის სტუმართან გადავდივართ უკვე კითხვით. მარიანა მორგოშია, ქალბატონო მარიანა, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და დავიწყოთ აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამით. რატომ გამოვყავი ეს საკითხი? მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, როდესაც თემას ვამზადებდით, ეს ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც მიდის, მე ძალიან ბევრი ვეცადე გარკვეული ნეგატიური ინფორმაციაც, რა თქმა უნდა, ორივე მხარე რომ ქონოდა დაბალანსებული, ასე ჩასაფრებული პოზიცია ნამდვილად არ მაქვს. მომეძებნა ინფორმაცია იმის შესახებაც, თუ რა ხდება თუნდაც ნეგატიური თვალსაზრისით, ვინ არის კმაყოფილი, ვინ არ არის კმაყოფილი. ასეთი ინფორმაცია ვერ მოვიძიე. მართლაც ასე წარმატებულად განხორციელდა ეს აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა. გამარჯობა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს. აგროდაზღვევის პროგრამა, ეს არის საპილოტე პროგრამა, რომელიც დაიწყო 1 სექტემბერს და 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ამ ეტაპზე აგროდაზღვევო 4 ძირითადი სტიქია არის ძირითადი ის რისკები, რაზეც ვაზღვევთ მოსავალს, ეს არის საშემოდგომო ყინვა, სეტყვა, ჭარბინალექი და ქარიშხალი. პროექტი არის მართლაც უპრეცედენტოდ წარმატებული, იმიტომ რომ რა შედეგსაც ველოდით ჩვენ რომ უნდა მიგვეღწია 1 წლის განმავლობაში, ანუ 1 წლის თავზე, ფაქტიურად ის შედეგი 2 თვეში არის მიღწეული. ძალიან დიდი ინტერესი არის გამოხატული ფერმერების მხრიდან, სადაზღვევო კომპანიები აქტიურად არიან ჩართული მოსავლის დაზღვევაში და ამ მომენტისთვის ზოგადად პროექტი რას ითვალისწინებს ორი სიტყვით გეტყვით, სახელმწიფოს მხრიდან ხდება ყველა იმ კულტურაზე, რომლის შესახებაც სტატისტიკურად არის ინფორმაცია მოძიებული საქართველოში, 70-დან 95%-მდე სუბსიდირება სადაზღვევო პრემიის. თუმცა ჩვენი შედეგები რაც დაიდო, მივიღეთ ის შედეგი, რომ სადაზღვევო კომპანიებს აქვთ დაზღვეული ყველაზე დაბალ პროცენტში, ანუ ჩვენ მარჟა გვქონდა დატოვებული სადაზღვევო კომპანიებისთვის სადაზღვევო პრემიის თვალსაზრისით, ანუ შესაძლებელი იყო იქ რომ კონკურენცია გაეწიათ ერთმანეთისთვის, თუმცა ყველამ დააკლო ფასი და ყველაზე დაბალ ფასად დააზღვიეს და შესაბამისად გამოვიდა სუბსიდირება 93% საშუალოდ. ეს არის ძალიან მიმზიდველი ფერმერისთვის, ფაქტიურად ძალიან იაფად, უპრეცედენტოდ იაფად ახდენს თავისი მოსავლის დაზღვევას. 10 ლარს, 5 ლარს, 15 ლარს ციტრუსი, ანუ სხვადასხვა კულტურის მიხედვით განსხვავდება ეს ფასები, თუმცა ტონაზე არის თან და წელიწადზე ეს დაზღვევა და 10 ლარი, 20 ლარი, 15 ლარი 1 ტონა მოსავალზე არის დაახლოებით კულტურის შესაბამისად. პროცესში ჩართულია თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანია, რომელიც თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანია, რომელიც ბაზარზე ოპერირებს და წარმატებულია, კი ბატონო. მე მაქვს ციფრები, უკვე 12000 პოლისზე მეტია გაცემული. 16500 პოლისამდე არის გაცემული უკვე დღევანდელი მდგომარეობით და სუბსიდირების თანხაც არის უკვე სადღაც 10 მილიონის ფარგლებში. ცოტა მეტი კიდე. გასაგებია, ანუ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი სამუშაოს გაწევა იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ცნობადობის ამაღლება, რატომ არის დაზღვევა აგრარულ სექტორში მნიშვნელოვანი, თავად ფერმერებთან არ იყო საჭირო, არ გახდა აუცილებელი ეს? გახდა აუცილებელი, ჩვენ სადაზღვევო კომპანიებთან ერთად რეგიონებში დავდიოდით, ხვდებოდით ფერმერებს, ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას, მოუწოდებდით მათ, რომ ჩართულიყვნენ პროგრამაში, ეაქტიურად გაეგოთ ნებისმიერი ნიუანსი ამ აგროდაზღვევასთან დაკავშირებით, ჩვენ ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას და აი ამ ყველაფერმა დასარეკლამო კამპანიამ თან შუქდებოდა პარალელურად ეს ჩვენი ვიზიტებიც, გამოიწვია ის შედეგი, რომ ინფორმაცია მიაღწია ინფორმაციამ ფერმერამდე და ძალიან დიდი აქტივობით გამოირჩევიან ისინი ამ მოსავლის დაზღვევას. ჯერ კონკრეტული შედეგი არ დამდგარა, არც როგორც მე ვიცი, ხა რაღაცა განსაკუთრების სტიქიას ადგილი არ ქონია, რომ რაღაც კითხოთ. კი ბატონო, აი ეხლა არის მიმდინარეობს ამ შედეგების ანალიზი, ამ მომენტში არის რამოდენიმე დაფიქსირდა, უпростоრეთ ეს არის აი ეხლა ბოლო ინფორმაცია, თუმცა ჯერჯერობით ანაზღაურება არ მომხდარა, მიდის გარკვევა რა თანხებზეა, როგორ არის ასე შემდეგ და პირველი პრეცედენტი როცა იქნება ამის შესახებ აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაცია. საკმაოდ საინტერესო იქნება თავად ჩვენთვის ჟურნალისტებისთვისაც იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ ერთი კონკრეტული მაგალითი გვექნება უკვე. შეიძლება ითქვას პრეცედენტიც, როდესაც ანაზღაურდება. კი, როგორც იცით, ანუ ეს არის საპილოტო პროგრამა უკვე ვახსენე და რა სახეცვლილი ფორმით იქნება გაგრძელებული ამის შესახებაც ინფორმაციას აუცილებლად გაგრძელდება ეს აუცილებლად გაგრძელდება კი ეს ზუსტად ვიცით. დიახ, საკმაოდ საინტერესო, სხვათა შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არა მარტო აგრარული სექტორისთვის, მნიშვნელოვანია თავად სადაზღვევო სექტორისთვისაც, იმიტომ რომ ავტომატურ რეჟიმში ჩაიბავს ამ სექტორსაც და იქაც ხდება გარკვეული სტიმულირება, რა თქმა უნდა, რომ შემოვიდეს ეს კულტურა და კულტურა რო შემოდის, შესაბამისად უკვე ხდება განვითარებაც უფრო მარტივად ხდება. ეს ერთი თემა იყო, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ, მაგრამ ჩვენ დაგვჭირდა რამდენიმე საკითხი, რომელიც აი ციტრუსთან დაკავშირებით კითხავთ, ეს აუცილებლად ებმევა აგროდაზღვევას, მაგრამ ეს ყველაფერი რეკლამის შემდეგ. აგროდღიური რადიო იმედზე თეა შველიძესთან ერთად. აგროდღიური
გადაცემა აგროდღიური გრძელდება. ჩვენ გადაცემის სტუმარს კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ მარიამ მორგოშია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გაახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ საუბრობთ იმ პროექტებზე, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში ხორციელდება. ჩვენ საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ იმის შესახებ, აგროდაზღვევის პროგრამის შესახებ და ამის შემდეგ ალბათ უფრო ძალიან ლოგიკური იქნება თუ კი დავსვავთ კითხვას იმასთან დაკავშირებით ციტრუსის სეზონი უკვე კარს მოგვადგა. შესაბამისად, ჩაშან იყო ძალიან ისეთი სერიოზული პრობლემები, მის გამო ვიღაცას მოსავალი გაუფუჭდა, ყინვა და ასე შემდეგ. ეს აგროდაზღვევას პირდაპირ კავშირშია, როდესაც დაზღვეულია, აქ აღარ არის უკვე აღარ დგას ისე საკითხი, რომ სახელმწიფო დაგვეხმაროს ამ შემთხვევაში უკვე ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში ხდება. წელს ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით, ქალბატონო მარიანა, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? გავრცელდა ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, რომ მოხდება სუბსიდირება და არ მოხდება სუბსიდირება, რომელია მართალია ეს რომ გითხრათ. ამ საკითხებზე ამ მომენტში ზუსტად მუშაობთ, ამიტომ სავარაუდოდ ალბათ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება ჩამოყალიბებული სტრატეგია ამ საკითხთან დაკავშირებით და შეგატყობინებთ აუცილებლად. სავარაუდოდ ალბათ გაგრძელდება სუბსიდირება, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ამ მიმართულებით მუშაობთ, რამდენია მოსავალი, რა იქნება დასაზღვევი, ანუ ამ სტატისტიკას ახლა ვეცნობით და ვაყალიბებთ პროექტის სახით. ამიტომ ამის დეტალებს აუცილებლად მოგაწვით მომდევნო კვირიდან. ანუ ესე რადიკალურად, როდესაც კეთდება განცხადება, წეს სუბსიდირება არ იგეგმება, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს და ჩვეულებრივ გაგრძელდება ეს პროცესი, უბრალოდ დეტალები ახლა ზუსტდება, როგორც ჩვენ დეტალები ზუსტდება და ამ დეტალებს და გადაწყვეტილებასაც საბოლოოს ამასთან დაკავშირებით მომდევნო კვირაში აუცილებლად გაცნობებთ. ციტრუსთან დაკავშირებით მე დავამატებდი ჩემის მხრივ იმ ინფორმაციას, რომ რა თქმა უნდა საუბარი არის პირველ რიგში დგება საკითხი სარეალიზაციო ბაზართან დაკავშირებით, ექსპორტთან დაკავშირებით. საექსპორტო ქვეყნებს შორის ნაკლებად განიხილება, თუმცა ნაკლებად განიხილება უკრაინა, რადგან იქ შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მაგრამ კვლავ აქტუალური რჩება რუსეთის თემა, სადაც ქართული ციტრუსი უკვე გავიდა და წელსაც უკვე გარკვეული რაოდენობის ციტრუსის გასვლა იგეგმება, რაც შეეხება კონკურენტებს რუსულ ბაზარზე. ქართული ციტრუსის სახელდება სავარაუდოდ თურქეთი და ეგვიპტე. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ეს ზოგადი ინფორმაცია იყო, ახლა კი ვაგრძელებთ საუბარს, ახლა სუბსიდირება შევეხეთ. ვაშლის სუბსიდირება შეიძლება თუ ეს 10 სექტემბრიდან დაიწყო და ეს პროგრამა გონი უკვე დასასრულსაც კი ბატონო, ანუ მთლათაშე ვერ ვიტყოდი, როცა დასასრულს უახლოვდება, ზოგადად ეს პროექტი დაიწყო დიახ 10 სექტემბრიდან და 20 ნოემბრამდე არის ვადა, თუმცა ძალიან დიდი აქტიურობით გამოირჩევა ეს პერიოდი და ზოგადად დღეში ახლა გუში მქონდა რეკორდული მიღება მაგალითად და 1256 ტონა არასტანდარტული ვაშლი მივიღეთ ჯამში, ამ ჩართულ ქარხნებში ჯამურად იყო ეს ვაშლი დაბინავებული. მონაცემები გვიჩვენებს, რომ საჭირო იქნება გადახედვა ვადის და სუბსიდიის თანხისაც შესაბამისად. ჩვენ მაქსიმალურად გაზრდის თვალსაზრისით დიახ და ამიტომ ეხლა მუშაობთ ამ საკითხზე, რომ არ დარჩეს არასტანდარტული ვაშლი დაუბინავებელი. ანუ ამ მხრივ ძირითადად ქარხნები მობილიზებულია შიდა ქართლში თუ ეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში? შიდა ქართლში, გორში და შემოგარენში, ტყვიავშიც არის 2 ქარხანა და ძირითადად იქ იღებენ. რაჭაში გვაქვს კიდევ 1 ქარხანა, ქარხნები იყვნენ თავისუფლები ამ კუთხით, ვინც გამოხატა სურვილი და აი რაჭამას გამოხატა სურვილი და ჩვენ საორიენტაციო შტაბი რაჭაშიც გავხსენით და რაჭაშიც მიმდინარეობს აქტიურად მიღება. ეს სუბსიდირების კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ. ეს შეიძლება ბევრჯერაც ითქვა, მაგრამ მაინც რომ თქვათ რა რაოდენობის სუბსიდირება მოხდა, ანუ არასტანდარტული ვაშლის სახელმწიფომ. კი ბატონო, 1 კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლზე გამოყოფილია 8 თეთრი და ეს 8 თეთრი არის ის თანხა, რომელიც არის კონკრეტულად ფერმერამდე მისატანი თანხის ოდენობა. აქვე დავამატებ იმას, რომ ზოგადად ევროპის ბაზარზე შემცირებულია ვაშლის კონცენტრატის ფასი და აი ამ რუსეთის საკითხებთან დაკავშირებით და ფერმერს ძალიან გაუჭირდებოდა რეალიზაცია ამ ვაშლის, არასტანდარტული ვაშლის, რომ არა ეს სახელმწიფო პროგრამა და რომ არა ეს სუბსიდირება. იმიტომ რომ 2 თეთრი არის ის თანხა, რასაც ქარხნები
ზოგადად საშუალოდ იხდიან არასტანდარტულ ვაშლში დღეს, ანუ ამ წელს. შესაბამისად, ფერმერის მხრიდან ეს ორი თეთრი ძალიან დაბალი თანხა იქნებოდა, რომ ჩაებარებინა და დაეხარჯა ის ძალისხმევა, რაც არის ამ მოგროვებასთან და ქარხანაში მიტანასთან დაკავშირებით და ქარხნებიც ამაზე მეც ვერ გადაიხდიდნენ. ამიტომ აი სულზე მოუსწრო ამ პროექტმა, რო იტყვიან და 8 თეთრ სუბსიდიის სახით სახელმწიფო 1 კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლზე უხდის გლეხებს. ეხლა ჩვენ გვისმენენ ახლა გლეხებიში და ქართლიდან, ასევე გორში, რომლებსაც აქვთ ვაშლი ან არ ჩააბარეს ან არ ჩააბარეს და აქვთ გარკვეული მოსაზრება, შეუძლიათ დარეკონ ჩვენ ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99. თავად ამ პროექტის ბიუჯეტი კი დეკლარირებული მაჩვენებლებით 3 მილიონ ლარს შეადგენს. კი ბატონო, 3 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა აქვე დავამატებ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, თუ ვაშლი იქნება დაუბინავებელი, ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროექტს, გავაგრძელებთ პროგრამას, მივიღებთ ვაშლს და სადამდეც იქნება საჭირო, გონივრულ ვადებში, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ პროექტს და ბიუჯეტთან დაკავშირებითაც შესაძლებელია რაღაცა გარკვეული ლავირება. არ დაუწესებთ, რომ ზუსტად გათავდება თუ არა ის ვაშლი, რომელიც იქნება დარჩენილი, აღარ მივიღოთ და გავაჩეროთ. ჩვენ წეგან ვახსენეთ ქარხნები, შიდა ქართლში და ასე შემდეგ და აი მინდა რაღაცა გარკვეულწილად გადავიდეთ თემაზე, რომელიც ბოლო პერიოდში, დაახლოებით 2 წელია სისტემატურად გვესმის გახსნილი თუ გაუხსნელი საწარმოების თემა. კი ბატონო. ამ თემაზე მუდმივად ხდება ზოგჯერ განცხადებები კეთდება და ძალიან ხშირად პოლიტიკურ ჭრიშიც გადადის და გკითხავთ იაფი აგროკრედიტის ფარგლებში. კი ბატონო. დღეს რა სტატისტიკა შეგვიძლიათ წარმოგვიდგინოთ, როგორ მიმდინარეობს ეს პროექტი, უშუალოდ რა დაფინანსდა და რამდენი შეიძლება ზოგადად რა შეიძლება ვიხილოთ? კი ბატონო, ზოგადად ქარხნებთან დაკავშირებით ჩვენ ვაფინანსებთ როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში. რაც შეეხება შეღავათიან აგროკრედიტს, ძალიან წარმატებული პროექტია, რომელმაც აგროდაკრეტიდებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბაზარზე. ამ მომენტისთვის არის 617 მილიონი პორტფელი, რაც გაცემულია სესხი ამ დარგში, სულ არის გაცემული 23,000-ზე მეტი, თითქმის 24,000-მდე სესხი რაოდენობრივად და 89 ახალი საწარმო არის დაფინანსებული შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში და რაც შეეხება გაფართოება გადაიარაღებას, 580 საწარმო არის გაფართოება გადაიარაღების კუთხით ამ მიზნობრიობით გაცემული სესხების რაოდენობა. შესაბამისად, ანუ აქ 89 ახალი საწარმო უკვე გვაქვს და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დამტკიცებულია 16 პროექტი, რაზეც 5-ზე უკვე პირველი ტრანშების გაცემა მიმდინარეობს და დანარჩენ 11 პროექტზე ველოდებით, რომ ბანკებიდან მოიტანოს შესაბამისი დაფინანსების დამადასტურებელი ცნობა და ეს პროცესიც იქნება დაძრული. ანუ ჯამურად 100 საწარმოზე მეტი საწარმო იქნება. როდის შეგვიძლია ვნახოთ ეს საწარმოები, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის რომ გვანახეთ, ანუ ესეთ კონტექსტში კეთდება განცხადებები და თუ გაქვთ რაიმე ან ანგარიშის ხომ არ გეგმავთ უახლოეს მომავალში ან რაღაცა თვალსაჩინოება? ანგარიშსაც გეგმავთ, შემაჯამებელს დეკემბრის თვეში გვექნება შემაჯამებელი ანგარიში, სადაც ამ ინფორმაციას დეტალურად მოგაწვდით, თუმცა მანამდეც ჩვენს საიტზე, ჩვენს ვებგვერდზე შესაძლებელი იქნება მიმდინარეობს ამ მომენტში მუშაობა. თქვენ იცით, რომ ეს არის ახალი საწარმოების პროექტი, ასე რომ ვთქვა და განხრა და ახალ საწარმოებში ზოგში მიმდინარეობს მშენებლობა, ზოგი აი ამ 16 პროექტიდან მაგალითად ახალი დამტკიცებულია და პროცესშია. ამ 89-დან უმეტესის ფოტოები ჩვენ გვაქვს და ეს იქნება საიტზე განთავსებული და შესაძლებელი იქნება ხილვა, სად, რა რეგიონში, რა ადგილას, რა საწარმო არის დაფინანსებული ჩვენი პროგრამების. ამას ვნახავთ და აუცილებლად ვნახავთ და ამის შესახებ ინფორმაციასაც დეტალურად მოგაწოდებთ თუ იქნება დაინტერესებული. ძალიან კარგი და ჩვენ აღარ გვჩება სამწუხაროდ დრო, მაგრამ მინდა გკითხოთ იმის შესახებაც, თავად აი ამ აგროკრედიტის პროექტში რა ცვლილებები შევიდა, იმიტომ რომ ითქვა რომ თანხები შემცირდა ამ მიმართულებით, იმდენი აღარ გაიცემა წეს როგორც ეს იყო შარშან, ან რეალურად რა ხდება? რეალურად შემცირდას ვერ ვიტყვით თანხებს, იმიტომ რომ ეს არის გაანალიზდა
არსებული სიტუაცია და უფრო ეფექტურად მოდიფიკაცია. კი ბატონო, ხდება მოდიფიკაცია და ეს მოდიფიცირებული პროგრამა ამოქმედდება 1 იანვრიდან. მაგალითად გეტყვით, რომ პროექტს ჰქონდა 8 კომპონენტი, ხშირად იყო თქვათ ამასთან დაკავშირებით დამაბნეველი შეკითხვები და ეხლა იქნება აგროკრედიტის პროექტის 2 ძირითადი კომპონენტი, როგორიც არის აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის და ძირითადი საშუალებებისთვის. ეს 2 კომპონენტი დარჩება და შეღავათიანი აგროლიზინგი გამოიყოფა ცალკე პროექტად და ასევე აწარმოეს საქართველოში იქნება ახალი პროექტი და არ იქნება შეღავათიანი აგროკრედიტის კომპონენტების რამდენი საწარმოა, საწარმოა საქართველოს და ის რაღაც ერთობლივი. კი ბატონო, აწარმოა საქართველოში არის ამ მომენტისთვის 4 პროექტი, დაფინანსებაში ესა მიდის ამ მომენტში მუშაობა ბანკების მხრიდან კიდე რამოდენიმე პროექტზე და უახლოეს მომავალში ვიმედოვნებთ, რომ ამ კუთხითაც იქნება გაზრდილი აქტიურობა. ანუ თანხა კი არ შემცირდა, არამედ მოხდა გარკვეული ოპტიმიზაცია. ოპტიმიზაცია, დიახ. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ალბათ მარიანა იმისათვის რომ მოვბრძანდით ჩვენს გადაცემაში და ჩვენ მეტნაკლებად მივაწოდეთ ინფორმაცია რადიომსმენელს იმის შესახებ თუ რა ხდება სასოფლო სამეურნეო კუთხით დაგეგმილ პროექტებში. ამას ძალიან ბევრი ადამიანი ასე ვთქვათ ინტერესით აკვირდება და არა მარტო ფერმერები, არამედ პოლიტიკოსებიც და ხშირად ამ თემაზე ძალიან ხშირად მიდის საუბარი. დიდი მადლობა თქვენ გისურვებთ წარმატებებს. იმედია გარკვეული სიახლეების შემდეგ ჩვენ კიდე გვექნება საშუალება რომ შევხვდეთ ერთმანეთს. აუცილებლად დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნებისმიერ შეკითხვაზე შეგიძლიათ რომ დაგვიკავშირდეთ. მოვალ ძალიან ბევრი საინტერესო სიახლეა ჩვენთან. სხვათა შორის ცხელი ხაზი გაქვთ და ონლაინ კი ბატონო, გვაქვს ცხელი ხაზი, რომელიც მუშაობს. გვაქვს ონლაინ აპლიკაცია, სადაც შეუძლიათ პირდაპირ ონლაინ დასვან შეკითხვები და დაუყოვნებლივ მიიღებენ პასუხს ამასთან ნებისმიერ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი სააგენტოს მიერ ხორციელდება. დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებებს. დღეს გადაცემა აგროტყიური დასრულებულია. ერთი კვირით გემშვიდობებით. მადლობა. თქვენ გაქვთ ბიზნესი და ეწევით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. გსურთ წარმატება და გჭირდებათ გამოცდილი მეგზური, აგროთხიური, დაგეხმარებათ მიიღოთ საინტერესო და საჭირო პროფესიონალური რჩევები, დანერგოთ ახალი ტექნოლოგიები, პირველებმა გაეცნოთ სიახლეებს აგრარულ პოლიტიკაში და შეაფასოთ ქართული პროდუქციის პერსპექტივა ევრობაზარზე. აგროთხიური, რადიო იმედზე, თეა შველიძესთან ერთად. აგროთხიური